რა აქ? ღვინო. რა ღვინო, ნაცლობაში კი არ ვეპატიჟები. შეჩემა რამე კონიაკი ექნება გამოიტანე რა. მიდი. შენები დაგვადგნე? არა მგონია. ვა, ნიკუშ? გავარჯობა ბექა. მარინა დაიდა სახშია? არა ვისა. კარგი, მაშინ დაველოდები. გავარჯობა. Здорово. ვინა? მეზობელია რა, მარინა ამზადებს გამოცდებისთვის. თუ მოტეხი რა, ნაშა უნდა მოვიყვანო. ნიკა, იცი რა, მარინა წასულია და გვიან მოვა. ხო და შენ სახში დაელოდე და რომავა დაგიძახეთ, კარგი? კარგი, მაშინ. და თქვენ ასაკეთებთ? არაფერს ისევ ვარ სახში. თუ არაფერს არ აკეთებ, მაშინ თოფებს გამოვიტან და უმობანა ვითამაშოთ, ხო? მიდი, ხო. რა მომოვანა? ბავშვს სახლიდან რა დაგემ? ხო, დავა. გინდათ რომ წავიდე? არ გვინდა, არა. მაშინ არა, ნიკა, მოიცადე, ისი რა, დიდ ბიჭებს სალაპარაკო გვაქვს რაღაცა და დაგხვდე, კარგი? დიდმა ბიჭებმა ტიტულ ხალებზე უნდა ელაპარაკოთ. აქ დაუდები მარინა დაიდეს. გეღოწები, გადი და შოკოლადს გიყიდი, კარგი? ატაშიც ხო არ წავიდეთ? ამას რა მოიშორებს? ვერ მომიშორებთ. იმიტომ რომ ქართულის გამოცდებისთვის ვემზადები. იცი რომ კაცი მასწავლებელი მყავს? მითხარით რა საკეთებს და გავა. აი, ორო ხაც გამოცდისთვის ემზადება. შენც კაცი მასწავლებელი ყავს. არა, ჩემი დამჯერია. მომისმინე ძმა. პატარა ბიჭი ხარ რა, ხო და უნდა გაგვიგო რა, მე და ბექას რაღაც საბაზრო გვაქვს და შენ უნდა დაგხვდო რა, გაიგე? ვერა. ხელებზე გიყურებდი და გონება გამიფანტა. ნიკუშ, აი, მე და შენ ხო ძმაკაცები ვართ, არა? მე უმცროსი ძმა არ მყავს, შენ უფროსი ძმა არ მყავს, ხო და ეს რაღაცნაირად ვავსებთ ხო ერთმანეთს? ხო და აი როგორც უფროსმა ძმამ, ისე რო გთხოვ რაღაც შემისრულებ? ასე აკეთებ. ბეკუშ. ცოტა შევაშინებ რა. შენი სახელი გამახსენე ბიჭო. ნიკა თქვენ? მე პოროხა. სახელია პოროხა. ეხა ამას ბიჭო. კარგი, რა გჭირს? ნიკუშ, იცოდე მაგრად ვიჩხუბებთ მე და შენ რა. მე რომ ბიზოჩებს ვეტყვი. მე რა მცეებს? არა, შეგჭავს. მართლა შეგჭამს, მართლა.